გამარჯობა მეგობრებო, ეს Coolcast-ის რიგით მეოთხე ეპიზოდია. მე ანი ვარ და დღეს ყავს ძალიან საინტერესო სფეროს სპეციალისტი, ფსიქოლოგი ლიკა მალანია და დღეს ჩვენ უშუალოდ ვისაუბრებთ მოზარდობის ასაკზე, გარდატეხის პერიოდზე და იდენტობის კრიზისზე, რაც ხშირად გვახლავს ხოლმე თინეიჯერებს. გამარჯობა, ანი. მადლობა მოწვევისთვის და მართლაც ძალიან საინტერესო თემა გაქვთ შერჩეული. და მადლობა რომ მიამირჩიეთ სტუმრად. მაშინ დავიწყებ. მოზარდობა ეს არის პერიოდი, რომელიც გრძელდება 10-11 წლიდან 19 წლამდე. ეს არის პერიოდი ბავშვობასა და მოწიფულობას შორის. გამოყოფენ უმცროს მოზარდობის ასაკს, რომელიც გრძელდება 10-11 წლიდან 15 წლამდე და უფროს მოზარდობის ასაკს, რომელიც გრძელდება 15-დან 19 წლამდე. ხშირად მოზარდობის პერიოდს მოიხსენიებენ როგორც თინეიჯერობის პერიოდს და ხშირ შემთხვევაში სიტყვა თინეიჯერი უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და გულისხმობენ ისეთ ხასიათის თავისებურებებს, როგორებიც არის მეამბოხე, აგრესიული, ოპოზიციური, მოწინააღმდეგე და ასე შემდეგ. ეს სტერეოტიპებიდან არის გამომდინარეა და არაზუსტია ცხადია. როცა ჩვენ ვურთიერთობთ შუა ბავშვობის ასაკში მყოფ ბავშვთან, ჩვენ ვურთიერთობთ დიდ ბავშვთან. ხოლო როცა ურთიერთობა გვაქვს უმცროს მოზარდობის ასაკში მყოფ მოზარდთან, ჩვენ ვურთიერთობთ პატარა ზრდასრულთან. მოზარდობა ეს არის პერიოდი, როცა ხდება მნიშვნელოვანი ანატომიურ-ფიზიოლოგიური ცვლილებები, ფსიქოლოგიური ცვლილებები, სულიერი, ზნეობრივი ცვლილებები. საკმაოდ რთული პერიოდია და რევოლუციური პერიოდია. და განსაკუთრებულად მტკივნეულად ახსაქმელია ბავშვობიდან მოწიფულობის ასაკში გადასვლა, რაც მოიაზრებს უკვე არსებული ურთიერთობების ნგრევას, უკვე არსებული ქცევის პატერნებისა და ცხოვრების სტილის შეცვლას და ეს არის კრიზისი, როგორც მოზარდობისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის. თქვენს რომ გაიხსენოთ თქვენი გარდატეხის პერიოდი, ალბათ აი ეს რეაქციები, აი თქვენი გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების მოსმენა. თუ რას განიცდიდით ამ პერიოდში? კი, მე ახლა 16 წლის ვარ და იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მაინც თინეიჯერობის ეტაპზე ვარ, მგონია, რომ რაღაც მხრივ აი გარდატეხის ასაკი მაინც ცოტა წარსულში მოვიტოვე რა. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უფრო სადღაც 13-14 წლიდან იყო ეს, ჩემ შემთხვევაში უფრო ცვლილებები, როდესაც დამეწყო, ეგ ასაკი იყო რა და ახლა შედარებით უკეთესად ვფიქრობ, რომ უფრო გამოვედი ამ ეტაპიდან, მაგრამ მაინც რაღაც ნაკლოვანებები მხასიათში თუნდაც შემორჩენილი მაქვს გონია. და ვფიქრობ, ეს ყველა ადამიანს ემართება და მე მაინტერესებს აი საიდან სანამდე გრძელდება რა, ანუ რომ აი მსმენია ბევრისგან რომ 14-დან 18 წლამდე, მაგრამ მე ბევრი ამბობს, რომ 18 წლის შემდეგაც მაინც რაღაც ზოგი არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ თავში და აი მე მენიშნა ჩემი ხასიათის ნაკლოვანებაო ეს მენიშნა მე და ხშირ შემთხვევაში ის ცვლილებები, რასაც განიცდიან მოზარდები, დის გამოც შემდეგ შედიან კონფლიქტში ავტორიტეტებთან, ამ შემთხვევაში მშობლებთან და პედაგოგებთან, თავს იდანაშაულებენ. ეხლა რომ განვარცო ეს თემა, ესე იგი, მოზარდობა ეს არის პერიოდი, როცა ხდება მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები, რაც გამოიხატება რაში? ზრდის ჰორმონები გადადის სისხლში, მოზარდი იზრდება სიმაღლეში, იმატებს წონაში და საკმაოდ დისჰარმონიული ხდება მისი სხეული. და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად იზრდება ხელის მტევნები და ფეხის ტერფები, შემდეგ უკვე ხელები და ფეხები, ხოლო ბოლოს ვითარდება ტორსი. ეს საკმაოდ დისჰარმონიას ქმნის სხეულის და ხშირ შემთხვევაში მოზარდებს არ მოსწონთ ამ პერიოდში საკუთარი გარეგნობა. და მათთვის, ვინც არის ყველაზე ლამაზი ადამიანი ბრჭყალებში, აი მათთვის, ვინც არის ყველაზე ლამაზი ადამიანი, მაგ ადამიანსაც კი მოზარდობის პერიოდში თავი ყველაზე მახინჯი ეკონა. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება გულსისხლთა სისტემაში და ამის ცოდნა ვფიქრობ, რომ პედაგოგებისთვის და მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გული იზრდება მოცულობაში, უფრო ძლიერდება და მას ზრდაში ჩამორჩება სისხლთა დიამეტრი. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიც არის თავის ტკივილი ამ ასაკში,
მოდუნება, ყურადღების კონცენტრირება უჭირთ, თავბრ სხვაები აქვთ მოზარდებს და ხშირად მოგმართავენ ხოლმე შევილით, რომ პედაგოგებიც და მშობლებიც ადრე ძალიან ბეჯითი იყო, ძალიან ბევრს მეცადინეობდა, ეხლა თითქოს გაზარმაცდა. და ეს ასაკობრივი თავისებურებაა მოზარდობის და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და პედაგოგებმა ბავშვს მიაწოდონ ინფორმაცია თავისი მდგომარეობის შესახებ, გააცნობიერებინონ რატო აქ ეს სიმპტომები და მნიშვნელოვანია, რომ არ მიაკერონ ისეთი იარლიყები, როგორიც არის, როგორი ზარმაცი გახდი, როგორი ზარმაცი ხარ, იმიტომ რომ ეს ძალიან უქვეითებს მოზარდს, мотиваციას და ეს პირდაპირ აისახება მის თვითშეფასებაზე, ხოლო მოზარდობის ასაკში თვითშეფასება განსაზღვრავს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამიტომ მნიშვნელოვანია მოზარდს მხარი დაუჭიროთ და ავუხსნათ თუ რატო არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება თავის ტვინში. ზოგადად თავის ტვინი 3 წლიდან 6 წლამდე, 3 წლამდე, 95% უკვე ჩამოყალიბებულია, შემდეგ 3-დან 6 წლამდე უკვე უკაცრავად 6-დან 7 წლამდე უკვე სტაბილურობის პერიოდი დგება, ხოლო 7 წლიდან უკვე ხდება, აი როცა გარდატეხის ასაკი იწყება, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ხდება თავის ტვინში. ხდება მიელინიზაცია, ანუ მიელინიზაციის პროცესი უზრუნველყოფს ინფორმაციის გამტარიანობას. ერთი უბნიდან მეორე უბანს უფრო მარტივად მიეწოდება ინფორმაცია, შესაბამისად მოზარდი რა საქმესაც ხელს მოკიდებს, მისი ათვისება არ უჭირს და მარტივად ითვისებს. იმატებს თავის ტვინში დოფამინის რაოდენობა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი გამოცდილებების მიღებაზე, ახალი შეგრძნებების ძიებაზე და სწორედ ამიტომაც არის განპირობებული, რომ მოზარდები მუდმივად სიახლეების და ექსტრემალური სიტუაციების ძიებაში არიან. ასევე ვინაიდან ამ ასაკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი რაც ხდება, ეს არის სქესობრივი მომწიფება. და ამ სქესობრივ მომწიფებას სჭირდება ძალიან დიდი ენერგია. თვითონ მოზარდი დიდ ენერგიას ხარჯავს დადის მეცადინეობებზე, დადის სკოლაში და ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს. პლუს ენერგია სჭირდება სქესობრივ მომწიფებას. შესაბამისად, მოზარდები ქრონიკულად არიან დაბალი ენერგიის და მაღალი დაძაბულობის მდგომარეობაში, რაც განაპირობებს იმას, რომ ხშირად არიან იმპულსურები და ხშირად მშობლებს აგრესიულად პასუხობენ ან მასწავლებლებს. ასევე რასაც მინდა ხაზი გაუსვა არის ის, რომ მე უკვე ვახსენე, რომ სხეულის დისჰარმონია ხდება, ჯერ იზრდება მტევნები, მტერფები, შემდეგ უკვე ხელები და ფეხები და მოზარდები ხშირად ვერ იმორჩილებენ სხეულს. და მეც რომ მახსენდება ჩემი მოზარდობის პერიოდი, ზოგჯერ გადაწოლილი ვიყავი მერხზე და ძალიან მოუქნელად ვიჯექი ხოლმე მერხზე და შესაბამისად ძალიან ბევრ შენიშვნას ვიღებდი მასწავლებლისგან. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია მივაწოდოთ მასწავლებლებს და მშობლებს ინფორმაცია, რომ ეს არ არის მათი უპატივცემულობა. არამედ ეს არის ბუნებრივი სხეულის მდგომარეობა მოზარდის, მისი სხეული უფრო ნატიფი რომ გახდეს, აი ეს ცვლილებებიდან გამომდინარე, ეს მოუქნელობიდან გამომდინარე ზის ხოლმე იმ არასრულ პოზაში პედაგოგებისა და მშობლების აღქმიდან გამომდინარე არასასრული პოზიციას იჭერს. ეს დისჰარმონიაა გამოწვეული. უფროს თაობას ზოგადად ეს უზრდელობად მიაჩნიათ, რომ კომფორტულად იგრძნო თავის სკოლაში და კომფორტულად იჯდე მაგალითად თუნდაც სკამზე და მერხთან. მეც მქონია მსგავსი განცდილება მასწავლებლების მხრიდან აგრესია მოდის ხოლმე ხანდახან, რომ აი გასწორდი როგორ ზიხარ, სახლში ხომ არ გონია თავი და რეალურად და სკოლა მგონია რომ მეორე სახლი უნდა იყოს მოსწავლისთვის. ხო, ზოგადად მე მგონია რომ გარდატეხის ასაკში და არა მხოლოდ გარდატეხის ასაკში ზოგადად ადამიანები სულ ახალ რაღაცას ვეძებთ. ახლის ძიებაში ვართ სულ მუდამ. და ხანდახან აი ვფიქრობ ხოლმე რომ აი წამოსხმოდეს ფიქრობდი რომ მეთქი რომ ვფიქრობდი აი რაზე შეიძლება ვისაუბრო და რაღაც პირველი მახსენდებოდა აი ჩემი სადღაც 13-14 წლის ასაკში მდგომარეობა როგორც ვიყავი რომ მუდამ რაღაც ახლის გაკეთებას ვცდილობდი, თუნდაც ეს იყო რაღაც სტილის შეცვლან. ხანდახან თმაზეც ვაკეთებდი ხოლმე რაღაც ექსპერიმენტებს, რომ აი რაღაცა იქნებ საზოგადოებას მოვეწონო და არ და რეალურად ახლა რო ვფიქრები, შეიძლება რომ ეს ადრე რაც მომწონდა, ახლა აღარ მომწონს, მაგრამ მაშინ მე იგმაბედნიერებდა და ხშირად არის რომ მშობლებს თუნდაც აქვთ ხოლმე აი
რაღაც ისეთი რო ავიღოთ თუნდაც პირსინგი ან რაიმე თმის შეღება რომ აი მოგბეზრდება და ინანებ, მაგრამ მე მგონია რომ მაინც სჯობს ვინანოთ მოგვიანებით და იმ დროს ბედნიერები ვიყოთ, ვიდრე რაღაც სხვას დაუჯეროთ და სხვისი გამოცდილებით ჩვენ დავიკვაყოფილოთ ჩვენი სურვილები. იცით რა მოზარდები არიან კრიტიკულები და მაქსიმალისტები და საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილები თავიანთი ავტორიტეტების მიმართ, ამ შემთხვევაში მშობლების, პედაგოგების მიმართ და ირჩევენ ისეთ სტილს, რომელიც განსხვავებულია მათგან. და ეს არის ის პირველი პერიოდი, როცა მოზარდი თავის თავში აღმოაჩენს ძალას, უყალიბდება თავის შეხედულებები, წარმოდგენები და უჩნდება სურვილი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თავის გარეგნობასთან დაკავშირებით. და ხშირ შემთხვევაში ეს არის სტილი, სხვადასხვა ფრად თმების შეღება, პირსინგი, ტატუ, ეს არის საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება. თუნდაც მოზარდებს და არა მარტო მოზარდებს ადამიანებს გვაქვთ აფილაციის ტენდენცია, ანუ მიკუთვნებლობის ტენდენცია. და მოზარდი ხშირ შემთხვევაში თავის სტილით გამოხატავს მიკუთვნებლობას გარკვეული ჯგუფისადმი და ამას გამოხატავს თავისი სტილით. და დიახ, აი მშობლები საკმაოდ კრიტიკულად არიან ამ განსხვავებულობისადმი განწყობილები და აქ მახსენდება ერთ-ერთი არჩეულებრივი ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის პელზის გეშტალტ ლოცვა, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად, იმედია რომ ზუსტად შეიძლება ვერ მოვახდინოთ ციტირება, თუმცა მაინც გავაჟღერებ, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად, მე ვარ მე, შენ ხარ შენ, შენ აკეთებ შენსას, მე კი ჩემსას. მე არ გავჩენილ ვარ იმისთვის, რომ გავამართლო შენი მოლოდინი და არც შენ გაჩენილ ხარ იმისთვის, რომ გავამართლო ჩემი მოლოდინი. თუ ერთმანეთს გადავაკვეთეთ, ეს მშვენიერია და თუ არა, ამას არაფერი არ ეშველება, იმიტომ რომ შენ ხარ შენ და მე ვარ მე. რატო ვახსენე აი ეს პელზის გეშტალტ ლოცვა? მოზარდობა არის სწორედ ის პერიოდი, როცა მე ყალიბდება და აი ამ ლოცვაში ხაზი ესმება ზუსტად ამ პროცესს. მე ვარ მე, შენ ხარ შენ. აქ მნიშვნელოვანია მშობელმა პატივის სცეს მოზარდის მეს, მოზარდის არჩევანს, მოზარდის დამოუკიდებელ ნაბიჯებს და თუ რაღაცებში არ ეთანხმება დააფიქსიროს თავისი აზრი, თუმცა პატივის სცეს თავისი შვილის, მოზარდის შეხედულებებს, არჩევანს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან არასწორია, როცა გარკვეული ადამიანის მიმართ ვიქნით მოლოდინებს. მან უნდა აკეთოს ეს, მან უნდა ჩაიცვას ეს, ის უნდა იყოს თითქოს ჩვენ ვქნით რაღაც ამ ადამიანის მაკეტს თუ როგორი გვინდა რომ იყოს შემდგომში. ეს არის არასწორი. ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა, თავისი არჩევანი და განვითარების თავისი ინდივიდუალური ხაზი და ამას უნდა შეეწყოს ხელი. ხო, აი მეც მაგალითად ბევრი ბავშვი არის ჩემს გარშემო, თუნდაც ჩემი თანატოლები ან უფრო უმცროსები, რომლებიც ახლა გადიან იმ ეტაპს, რომელიც მე უკვე გამოვიარე. და ეს ხშირად ყოფილა, რომ მაგალითად სადღაც აი 1-3 წლის წინ რა, მოკლედ დაახლოებით, მქონდა ისეთი ეტაპი ცხოვრებაში, რომ ვერ ხვდებოდი რა მინდოდა, თუნდაც როგორი სტილის ჩაცმულობა მომწონდა, როგორი მუსიკა მომწონდა, როგორ მინდოდა, რომ ყოფილიყავი გარეგნულად და ასე შემდეგ და როგორ მინდოდა რომ ყოფილიყავი გარეგნულად და ასე შემდეგ და მე მაინც მგონია რომ ის ეტაპი უკვე გადავლახე და ახლა რომ ხედავ ბავშვებს რომლებსაც შეიძლება თვითონ ვერ აანალიზებენ რომ ამ ეტაპზე არიან, მაგრამ მე ხო ხედავ უკვე და რაღაცნაირად თავი უკვე გამოცდილი მგონია ხოლმე და ზუსტად ამიტომ მეძლევა ასეთი ამბიცია რომ ეს გარდატეხის ასაკი ცოტა უკვე გამოვიარე, მაგრამ ამ დროს მაქვს მაინც რაღაც ის აი წინათ როგორც ვახსენე რომ ხასიათის ნაკლოვანებები რაღაც რომლებიც შემორჩა მგონია, ეს არის ძირითადად აგრესია თუ არ ვცდები რაღაც მახასიათებელი არის. ხსმის ამას ვერ დავახრქმევდი ნაკლოვანებას, აგრესია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ესე იგი, აგრესიული ენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი და აგრესიული ენერგია არის სასიცოცხლო ენერგია. შესაბამისად, ამას ვერ დავაქვქმევდი ხასიათის ნაკლოვანებას. რაც შეეხება თქვენ ზუსტად მიადაგით ახლა იდენტობის კრიზისის თემას და პიროვნული დამოუკიდებლობის
თავარი მაჩვენებელი არის იდენტობა. იდენტობა გულისხმობს თვით გამორკვევას. ვინ ვარ, რა მინდა, რა მომწონს, რა მინდა რომ ვაკეთო. და ეს არის ძალიან ამ იდენტობის ჩამოყალიბება არის ხანგრძლივი და რთული პროცესი. მოზარდმა უნდა შეკრიბოს ინფორმაცია თავის თავთან დაკავშირებით, უნდა გაცნობიეროს როგორია როგორც შვილი, როგორია როგორც მოსწავლე, როგორია როგორც მეგობარი, როგორია როგორც და-ძმა და ასე შემდეგ და ეს მესხატები უნდა გააერთიანოს პიროვნულ იდენტობაში. და ეს არის მნიშვნელოვანი კრიზისი ზუსტად. ეს არის კრიზისი მოზარდობის ასაკისა. უნდა გამოერკვეს თუ ვინ არის, რა უნდა და რის კეთება უნდა. და აქ თუ ამ ფსიქოსოციალურ იდენტობის კრიზისს გადალახავს უკვე მოზარდმა იცის ვინ არის და რის კეთება სურს. და აქვე მახსენდება გურამ დოჩანაშვილის სიტყვები. ყველა ადამიანს აქვს უცნობის შეცნობის კრიალა სურვილი. და ჩემი გაგებით ეს რომ დაუკავშირო მოზარდობის ასაკს, მოზარდს სჭირდება დაიხმარონ პედაგოგები, მშობლები, უფროსი ადამიანები, რომ აღმოაჩინოს თავისი თავი. აღმოაჩინოს თავისი უცნობი მხარე, თუ რა ინტერესები აქვს, რაში აქვს ნიჭი, რა არის მისი ძლიერი მხარე, რომ შემდეგ უკვე გაიგოს, რისი კეთება უნდა მომავალში, რომ თვით აქტუალიზაცია, ანუ საკუთარი უნარების, ნიჭის რეალიზება გაუმარტივდეს. ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ეს ხასიათის ნაკოვანება, აი ეს არის უფროსების შეხედულება, რომ როცა მოზარდი თავს იმკვიდრებს ამ მოზარდობის პერიოდში, თავის ხასიათას ავლენს, თავის შეხედულებებს ავლენს და რომელიც წინააღმდეგობაში მოდის უფროსების შეხედულებებთან და უფროსებისგან იღებენ კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში მოზარდებს უჩნდებათ ესეთი ფიქრი, რომ ეს არის მათი ნაკლი. და ამას მე ვერ დავარქმევდი ნაკლს. უბრალოდ მშობლისგან განსხვავებული და უფროსისგან განსხვავებული აზრი არ არის ნაკლი, ეს არის მაჩვენებელი ზრდის პროცესისა. და აქვე მახსენდება ფილმი ელისი, უკაცრავად ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ალბათ ყველას აქ ნანახი. ეს არის მეტაფორული მოგზაურობა ბავშვობიდან ზრდასრულობისკენ. და თუ გახსოვთ, აქ ალისას ძალიან ხშირად უწონებენ ჩაცმულობის სტილს, უწონებენ რომ თავის შეხედულებებს, აზრებს ესე იგი აჟღერებს და ძალიან კარგი მაგალითია ეს ფილმი მოგზაურობა ბავშვობიდან ზრდასრულობისკენ და ასევე აქ თუ გაიხსენებთ ამ ფილმში ალისას სხეული ჯერ პატარა, შემდეგ იზრდება და გაუცხოება ხდება, ვერ ხვდება ეს ნამდვილად თვითონ არის თუ ვინმე სხვა არის. და ასევე ალისა ძალიან ხშირად თავის თავს უსვამს კითხვას, ვინ ვარ მე? ეს არის მთავარი კითხვა მოზარდობის ასაკშიც, ვინ ვარ მე? და რა მინდა ვაკეთო ამ ცხოვრებაში, ან რას ვაკეთებ ამ ცხოვრებაში. ზოგადად მე მგონია, რომ ამ კითხვას, როდესაც სვამთ ჩვენ ადამიანები, ბევრი ადამიანი აღიქვამს განსხვავებულად რა, მაგალითად, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თავის საკუთარი იდენტობა არის მისი მიღწევები, რომ თუნდაც მე აი რომ გაიცნობ ადამიანს პირველი გაცნობს იმას, რომ მე სადღაც რომელიღაცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამის კურსს დამთავრებული ვარ და რაღაცა მიღწევებით გვაცნობს თავს ზოგს, საერთოდ ვიზუალია მთავარი, მაგრამ მგონია, რომ რეალურად ჩვენ ადამიანები იმაზე მეტი ვართ, ვიდრე ჩანვართ. და ყოველთვის მქონდა ამასთან დაკავშირებით პრობლემა, რომ აი ვინ ვარ მე, მოდივად ვეკითხებოდი ჩემ თავს ამას და რადგანაც ასევე მომავალზეც ვისაუბრეთ და პროფესიის მიმართულებითაც რო თქვათ, დაუშვათ, ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვყვევი საკუთარ თავში და იმაში, რომ რა მინდა გავაკეთო მომავალში. აი ახლა ცოტა ხანი დამრჩა სკოლის დამთავრებამ და მე-11 კლასში ვარ და რო ვხედა, რომ აი გარშემო ადამიანები უკვე აი ჩემი კლასელები თუნდაც უმრავლესობა იცის რა უნდა გააკეთოს მომავალში, იცის სად უნდა ჩაბარება, რას გეგმავენ მოკლედ რა და მე ყოველთვის ყოყმანობ ხოლმე რომ აი რამდენჯერაც რაღაცაზე ჩამოვყალიბდი რომ აი ამას გავაკეთებ ყოველთვის ბეზრდება ან ბოლომდე ვერ მიმყავს ეს საქმე და ამის გამო ხშირად დასტრესილიც ვარ ხოლმე რომ აი რა გავაკეთო მომავალში არ ვიცი და
ვფიქრობ თან ეს ასე ადრეულ ასაკში გადაწყვეტა ამ ყველაფრის ძალიან რთულია, იმიტომ რომ არ ვიცი რა მომიწევს მომავალში და როგორ მომიწევს და ისიც ვიცი რომ შემიძლია ყოველთვის შევცვალო ჩემი მიმართულება, მაგრამ მგონია რომ ხშირად ეს უფრო დროის კარგვასთან არის დაკავშირებული, რომ აი ამდენი ხანი რაღაცაზე ვისწავლო და იმის შიშიც მაქვს რომ ჩავაბარებ თუნდაც მე რაღაცაზე ვისწავლო და ესე უცებ შეცვლა, მგონია რომ ის დრო მეკარგება და ამის გამო არ ვიცი ხოლმე რა გავაკეთო. აი ზუსტად მივდექით მე კონცეფციის და თვით შეფასების თემასაც. იცით რა, თქვენ საკმაოდ დიდი პერიოდი გაქვთ დასაფიქრებლად, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსასაზღვრად, რისი კეთება გსიამოვნებთ და რისი კეთება გსურთ მომავალში. ამაზე შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ უფრო ცლად ერთ-ერთზე დავრჩებით. იცით რა, მე კონცეფცია არის დესკრიპტული, ანუ აღწერითი. მოზარდი აგროვებს ინფორმაციას, როგორია გარეგნულად, რა გამოსდის, რა შეუძლია და ამ მე კონცეფციაზე დგას, მე კონცეფციას ბაზისად იღებს თვით შეფასება და ამატებს შეფასებით ნაწილს. და სწორედ ამ მე კონცეფციასა და თვით შეფასებაზეა დამოკიდებული, თუ მოზარდი რა პროფესიას აირჩევს, რამდენად წავა სიახლეებზე, რამდენად ღია სიახლეების მიმართ. ეს პროცესი, ეს მე კონცეფცია თვით შეფასება ყალიბდება ბავშვობის ასაკიდან. უბრალოდ ეს აქტუალური ხდება მოზარდობის ასაკში, გამომდინარე იქიდან, რომ მოზარდს უწევს ძალიან დიდი ამოცანის გადაჭრა, აირჩიოს პროფესია და დაუფლოს მას. თუმცა ამ პროფესიის დაუფლებამდე საკმაოდ დიდი პერიოდია. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროცესის მიყოლა, საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვება, საკუთარ ინტერესებზე დაკვირვება გაგვიოლებს პროცესს, თუ რისი კეთება გვინდა და თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ, შეგვიძლია ამ საკითხზე ვესაუბროთ უფროს ადამიანს, რომელსაც ვენდობით და გვჯერა რომ მოგვისმენს მთელი გულის ყურით, გაგვიგებს, შეგვხვდება იქ, სადაც ჩვენ ვართ და ბევრ რაღაცაზე დაგვაფიქრებს. აი დიალოგის პროცესი მოზარდთან, კითხვა-პასუხის პროცესი, დიალექტიკური მიდგომა, თუნდაც პედაგოგის მხრიდან მოზარდს ძალიან ბევრ კითხვაზე დააფიქრებს და საკუთარი თავის აღმოჩენაში დაეხმარება. თუმცა ამისთვის არის ასევე ფსიქოთერაპია არაჩვეულებრივი, რომ მოზარდმა აღმოაჩინოს თავისი თავი, თავისი რეალური სურვილები ღიად განაცხადოს. Მაინტერესებს რამ გიბიძგათ თქვენ რომ აი საიდან მიხვდით რომ ფსიქოლოგია იყო ის რაც ნამდვილად გაინტერესებდათ. აი მადლობა თან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პირველად ინტერესი გამიჩნდა მაშინ, როცა ახლობელმა წამიყვანა სენეკის ბავშვთა სახლში, სადაც იყვნენ ობოლი ბავშვები და მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ახლო ურთიერთობა მქონოდა ამ ბავშვებთან. და ვფიქრობდი, რა პროფესია დამეხმარებოდა იმაში, რომ მე მოგზაურა ბავშვების, მოზარდების, ადამიანების სულიერ სამყაროში და რა მომცემდა შესაძლებლობას, რომ დავხმარებოდი ადამიანებს. ბევრი ფიქრის შემდეგ, უკვე მე-7 კლასიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ის პროფესია, რაც მინდოდა, იყო ფსიქოთერაპია. და ჩემი არასწორი წარმოდგენით, მეგონა რომ როგორც კი ჩავაბარებდი ბაკალავრზე ფსიქოლოგიას, ეგრევე გავხდებოდი ფსიქოთერაპევტი. ეს ხადი არ არის ესე, ძალიან დიდი გზაა გასავლელი იმისთვის, რომ გახდე ფსიქოთერაპევტი, რომელსაც მე ხა გავდივარ. და მოკლედ მე-7 კლასიდან მქონდა ოცნებად ყოფილიყავი ფსიქოთერაპევტი. თქვენთან თუ მოსულან ახალგაზრდები, მაგალითად სეანსებზე, ჩემი ასაკის ბავშვები და მაინტერესებს აი ყველაზე ხშირად რა გსმენიათ მათგან, რომ აი რა პრობლემით მოდიან ხოლმე თქვენთან? მოდიან, ბოლო 1 წელია რაც ფსიქოთერაპიული პრაქტიკა დავიწყე ამ მიმართულებით, გეშტალტ ფსიქოთერაპიული მიმართულებით. ძალიან ბევრი მომმართავს და ხშირად არის პრობლემები გაუცხოება. ზედამეტობის განცდა სახლში, ოჯახში, ოჯახის წევრებისგან და პედაგოგებისგან ვერ გაგება და ხშირ შემთხვევაში ეს გონიათ ნაკლი.
იბლოკება თავიანთი რეალური სურვილების, რეალური აზრების, გამოთქმის სურვილი, ვინაიდან შეგრძნება აქვთ, რომ მარტო არიან, ვერავინ ვერ უგებს მათ. და ეს არის ერთ-ერთი ეხლა რაც გამახსენდა, აი ეს არის. მაინც მგონია, რომ საბოლოოდ ყველა ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვფიქრობ, რომ ზოგადად ყველა პრობლემა მოგვარებადი არის, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც უფრო რთულად აღვიქვამთ და მგონია, რომ ამაზე ბევრი მუშაობა გვჭირდება და აი გაუცხოებაზე რო დაიწყეთ საუბარი, მან უკვე ჩემი თავი მეცნო ცოტა, რომ რაღაც აი მაგალითად ჩემზე და ჩემს რაღაც ბავშვობის წლებზე დიდი გავლენა იქონია ადგილის, ანუ ადგილმდებარეობის შეცვლამ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ. ანუ მე სანამ ზუგდიდში ვიცხოვრობდი, იქამდე ცხოვრობდი თბილისში და აქ რო ჩამოვედი, ჩემთვის იყო ძალიან ტრაუმული თავიდან, რომ აი ვერც გარემოს ვეგუებოდი, ვერც ამ სკოლას ვეგუებოდი, ვერაფერს, მაგრამ აი დრო და დრო რაღაც გამომიმუშავდა იმის უნარი, რომ აი აქ უკვე დიდი ხანია ხარ და აქაურობას ეკუთვნი შენ და რა გჭირს, ხვები თუ ერგებიან აქაურობას, შენ რატო ვერ? ხო, თუმცა ვფიქრობდი, რომ თბილისში რო დავბრუნდებოდი, უკეთესად ვიქნებოდი ისევ ძველ სკოლაში და სხვათა შორის სადღაც დაახლოებით მე-6 მე-5 კლასში გადმოვედი აქეთ და მე-8 კლასისკენ უკვე დავბრუნდი ისევ თბილისში, მაგრამ აი გაუცხოების მომენტი მქონდა, რომ აი მე ამ ბავშვებს კი ვიცნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი კლასელიც გავიცანი ჩემს შემდეგად მოსულებიც რაღაც, მაგრამ მაინც აი თითქოს ტვინი მთხოვდა, რომ დაბრუნდი ზუგდიდში. და მე რამდენიმე რაღაც, რა ვიცი, სემესტრი გავიდა, ერთი სასწავლო წელი გავიდა, მე მგონი, რომ ვისაუბრეთ მე და დედაჩემმა და გადმოვდგით ისევ ეს დიდი ნაბიჯი, რომ გადმოსულიყავ ისევ აქ. და ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან კომფორტულად ვარ ამ სკოლაშიც და ამ კლასშიც და მგონია, რომ ბევრი რაღაც რაც წარმოდგენილი არ გვაქვს რომ მოხდება, შეიძლება მოხდეს. მე მაგალითად საერთოდ არ მქონდა იმის, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ აი აქ დაბრუნება მომინდებოდა ოდესმე და ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვარ და ძალიან კომფორტულად და მგონია, რომ ეს გაუცხოების ამბავიც ნორმალური არის ალბათ. მადლობა ამ ისტორიის გაზიარებისთვის. ადამიანებს გვაქვს ლიმბური ტვინი, ემოციური ტვინი და ემოციური ტვინისთვის ნებისმიერი სიახლე არის საშიში. და ნებისმიერი სიახლე ადამიანისთვის არის ბურსით მოცული, ამიტომ ურჩევნია იყოს იმ კომფორტის ზონაში, ვიდრე გამოვიდეს. თუმცა ადაპტაცია არის გზა ევოლუციისკენ. და როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰანსელიემ აღწერა თუ რა არის სტრესი, მან ხაზი გაუსვა, რომ სტრესი არ გულისხმობს დისტრესს, ანუ არ აქვს დამაზიანებელი ფუნქცია, არამედ აქვს მამობილიზებელი ფუნქცია და გვეხმარება კრიზისების გადალახვაში, განვითარებაში და ის რომ თქვენ გქონდათ დისკომფორტი ახალ გარემოში და გინდოდათ ისევ იმ კომფორტის ზონაში დაბრუნება, ეს სრულიად ბუნებრივია და ადამიანურია. და შემდეგ უკვე თქვენ გაცადეთ კიდეც, გადახვედით, შემდეგ ისევ ჩამოხვედით და საბოლოოდ აღმოაჩინეთ თქვენი ადგილი და თქვენი თავი, რაც ძალიან მიხარია. ეს არის ბუნებრივი, ნებისმიერი სიახლე არის ადამიანისთვის, ესე იგი, საშიში. ვინაიდან არ იცის, რას უნდა მოელოდეს ამ სიტუაციისგან. ყველა ადამიანს გვინდა ყველაფერი იყოს ნათელი ჩვენთვის, ხო? და არ გქონდეს წარმოდგენა, რომ ბნელ ოთახში დავდივართ. აი, როცა ახალ გარემოში შევდივართ, ესე მეტაფორულად რო ვთქვა, ბნელ ოთახში დავდივართ, სადაც არ ვიცით, რას ადდევს, ვინ არიან იქ ყოფილი ადამიანები და ეს საფრთხის შემცვლელია. მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაციაც და ადამიანები ზოგადად, მაგრამ აი ცოტა სირთულეს წარმოადგენს ჩემთვის ახალი ადამიანების გაცნობა და ახალ ადამიანებთან შეგუება მიუხედავად იმისა, რომ ანუ შეიძლება ყოფილა შემთხვევა, როცა საერთოდ ვერ გავუგე ადამიანს, მაგრამ აი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახალ ადამიანს ვხვდები, რომ ეგრევე რაღაც საერთო მაქვს, მაგრამ აი მაინც მიჭერს ხოლმე რა კომუნიკაციაში შესვლა, რომ ანუ თითქოს ჩემთვის მიუღებელია, რომ ახალგაცნობილ ადამიანს მარტივად დაუახლოვდე. ხო, ეს ბუნებრივია, რომ ახალგაცნობილ ადამიანებს ვერ ვუახლოვდებით. თუმცა ესეც არის ჩვენთვის გამოცდილება, ხო? თითოეულ ადამიანთან ურთიერთობა არის ჩვენთვის გამოცდილება. აქ ვიგებთ, როგორ ადამიანთან ურთიერთობა მოგწონს, ვისთან ვართ კომფორტულად. ეს არის გამოცდილებები, რომელიც ადამიანმა უნდა დააგროვოს. ეხლა მეც რო ვიხსენებ ჩემს გამოცდილებას, აი მოზარდობის ასაკში არა, არც სტუდენტობის ასაკში, მერე უფრო, როცა დავიწყე სამსახური
პარტნიორი და ასე შემდეგ. მინდოდა ჩემი ადგილის პოვნა და ხშირ შემთხვევაში ვაკეთებდი ისეთ რაღაცებს, რაც ჩემ შინაგან სამყაროსთან საერთოდ არც იყო ახლოს, რომ ახლოს ყოფილიყავი იმ ადამიანებთან. რამაც მასწავლა, რომ ყველა ადამიანთან ვერ იქნები ახლოს. ყველა ადამიანის ნდობა არ შეიძლება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ ვეწყობით და მაშინ თავს ვიდანაშაულებდი, თუმცა ეხა ამ გადმოსახედიდან რომ ვფიქრდები, ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე. ძალიან ბევრი მასწავლა ამ ადამიანებთან ურთიერთობა. და ხშირ შემთხვევაში მათთან ვიყავი ჩემი თავის ყველაზე ცუდი ვერსია. და გამაცნობიერებინა თუ როგორი არ მინდა რომ ვიყო. და ადამიანთან ურთიერთობა სწორედ ეს მოაქვს, რა მოგწონს ჩვენ თავში, როგორები არ გვინდა ვიყოთ, ან როგორები გვინდა რომ ვიყოთ, ვისთან სიახლოვე გვინდა, ვისთან სიახლოვე არ გვინდა. ამიტომ ეს ადამიანური ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩვენთვის. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად კრიზისი არის გზა განვითარებისკენ. კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის გზა განვითარებისკენ და ნებისმიერი რაღაც რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მე ესე მჯერა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეც, რომ ყველაფერი ხდება ჩვენ საკეთილდღეოდ. იცით რა, მოვლენა არც კარგია, არც ცუდია. ჩვენ ამ მოვლენაში რა აზრს, რა ფიქრს ჩავდებთ, სწორედ ეს ხდის ამ მოვლენას, ან მნიშვნელოვანს, ან უმნიშვნელოს, ან საშიშს, ან უსაფრთხოს. და ამის სწორედ ამ ადამიანებთან ურთიერთობამ გამაცნობიერებინა ეს. სხვა შორის ბოლო 1 წელი ამ გაცნობიერების პროცესში ვარ. იმის მიუხედავად, რომ მე არ ვარ გარდატეხის ასაკში და ვარ 27 წლის, ჩემთან ის კრიზისები, რაც გარდატეხის ასაკისთვის არის დამახასიათებელი, დადგა საკმაოდ გვიან. რა ასაკში? ფიქრობ, სადღაც 21-დან 23 წლამდე. როცა მოხვდი გარკვეულ სივრცეში, სადაც იყო ძალიან ტოქსიკური ურთიერთობები, ძალიან არაეთიკური გარემო და თუმცა ამას ვიღებ როგორც გამოცდილებად. და ამ სიტუაციამ მე ძალიან ბევრი მომცა. ძალიან ბევრი რაღაც გამაცნობიერებინა. და ეხა უკვე როცა მოვიდა ეს გაცნობიერება, ვარ ძალიან მშვიდად, ლაღად, კარგად და მე ვიცი ჩემი თავის ბევრნაირი ვერსია. და მე ასე ვიცი, როგორი არ მინდა ვიყო და მე გავაცნობიერე თუ რა მქონდა გამოსასწორებელი. და ნებისმიერი პროცესი გვეხმარება ზრდაში. ბოლოდ გაჩნია ჩვენ ამას როგორ გადავამუშავებთ. მე ვფიქრობ, რომ ყველა დაბრკოლება, რასაც ვაწყდებით, ჩვენი წინსვლის უდიდესი ნაბიჯია და ყველაზე მეტად გვეხმარება რაღაც დაბრკოლებები, რომ უფრო წინ წავიდეთ და გავხდეთ საუკეთესო ვერსია ჩვენი თავის. კი ბატონო, აი ცხოვრებაც ეს არის, ცხოვრება არის კრიზისი. და სულ რაღაცების გადალახვა, რაღაცების აღმოჩენა, აი თუნდაც ხასიათი, თვითშეფასება, ეს არ არის რაღაც ერთი პლასტი, რომელიც სულ სტაბილურია. არა, ეს მუდმივად იცვლება და ადამიანობა გულისხმობს მუდმივ ზრდას, რომელიც ვფიქრობ, რომ სიკვდილამდე გრძელდება. მთავარია ნებისმიერი თუნდაც ტრამვული გამოცდილება სპეციალისტების დახმარებით, თუნდაც ფსიქოთერაპევტების დახმარებით, ვაქციოთ ზრდად გამოცდილებად. და ჩვენთვის სასარგებლო გამოცდილებად. უბრალოდ ეს საკმაოდ რთულია და ამას სჭირდება სპეციალისტის ჩართულობა და დახმარება. იმედია ცუდად არ გამიგებთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, რომ მართლა გულწრფელად ფსიქოლოგია რაღაც საუკეთესო პროფესიებს შორის ერთ-ერთია და ძალიან დიდი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგიას ზოგადად და კარგ ფსიქოლოგს, მაგრამ მგონია, რომ ხანდახან მაინც აი მე პირადად მივსულ ვარ ფსიქოლოგთან ერთადერთხელ და კი დამეხმარა ძალიან ბევრ რაღაცაში, მაგრამ მგონია რომ მაინც მთავარი მე ვარ და მგონია რომ მთავარი ადამიანი, ვინც რაღაცისკენ უნდა გიბიძგოს და ვინც რაღაცა უნდა შეგაცვლევინოს საკუთარ თავში ხარ თვითონ შენ. და ამით იმას არ ვამბობ, რომ ფსიქოლოგებს არ ვაფასებან რაიმე თუნდაც.
თუმცა მგონია რომ მაინც თუ ჩვენ ვირწმუნებთ საკუთარ თავში, საკუთარი შესაძლებლობების თუ გჯერა, მაინც ჩვენით მივაღწევთ და ფსიქოლოგი არის ის ადამიანი ალბათ რომელიც გეხმარება რომ შენ თვითონვე მიაღწიო რაღაც. როცა მიდიხარ ფსიქოთერაპევტთან, აი ეს რაღაც ჯადოსნური კავშირი პირველივე წამებიდან უნდა მოხდეს. მე ყოველ შემთხვევაში ესე მჯერა. და თუ კი ასევე ფსიქოთერაპევტი რომელთანაც მიდიხარ და ის ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა რომელსაც ირჩევ, უნდა იყოს შენი გულის მასთან ახლოს, შენ შინაგან სამყაროსთან ახლოს. თუ კი სწორ სპეციალისტთან მიხვალ და მოხვდები, აი ეს განცდა, რომ მსგავსი განცდები ხა თქვენ რაც ახსენეთ, არ უნდა დაგჭერს. ყოველ შემთხვევაში მე ესე მჯერა. ასევე არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი პროფესიის სპეციალისტები არიან, თუმცა ჩვენს შინაგან სამყაროსთან არ იყოს ახლოს. ჩემს მაგალითად ჩემს შინაგან სამყაროსთან არის ყველაზე ახლოს იუნგიანური ანალიზი და იუნგიანური ფსიქოთერაპიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ჩემს შინაგან სამყაროსთან ძალიან ახლოს არის. ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ დიდი ყურადღებით უნდა ავერჩიოთ ჩვენი ფსიქოთერაპევტი და ისე მიმართოთ მათ. თქვენთან აქვს ასეთი კითხვა, ანუ რა თვისებებს იძენს მოზარდი გარდატეხის პერიოდში, რაც ძალიან ღირებულია. იდენტობას, ანუ თვითგამორკვევას ვინ არის, რა უნდა რომ აკეთოს მომავალში, როგორ ადამიანებთან მოსწონს ურთიერთობა. ყალიბად სოფხედველობა, რა არის ხომ სოფხედველობა, ჩვენი შეხედულებები წარმოდგენების სამყაროზე როგორც მთელზე, რომელიც მოიცავს ერთი მხრივ ცოდნას და მეორე მხრივ იდეალს. ცოდნა გვჭირდება იდეალის განსასაზღვრად და იდეური მესხატი იქმნება თუ როგორი მინდა მე რომ ვიყო. და აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც მოზარდი იძენს მოზარდობის ასაკში. ასევე მახსენდება ბერძნული მითოლოგიიდან, ესე იგი აფროდიტეს მითი, აფროდიტე სილამაზის ქალღმერთი, ზევსის და აფროდიტეს შვილს, სიყვარულის ღმერთს ეროსს შეუყვარდება ფსიქეა. და აფროდიტე გადაწყვეტს გამოცდა მოუწყოს ფსიქიას და ეს არის სიმბოლურად რო ვთქვათ, ეს არის გზა ბავშვობიდან მოზარდობისკენ. ეხლა რას გულისხმობს ეს გამოცდა? პირველი ეს არის აფროდიტე დაუყრის ძალიან ბევრ მარცვალს და ფსიქიამ ეს მარცვლები უნდა დააცალკეოს. ფსიქიას ამაში დაეხმარებიან ჭიანჭველები და აი ამ მარცვლებს დააცალკევებინებენ. მოზარდის თავარი მიზანი რა არის? ის ქაოსი, რაც არის, ეს ქაოსი დაალაგოს. თავის თავში აღმოაჩინოს განსხვავებული ნაწილები, დაინტეგრიროს ეს პიროვნულ იდენტობაში, აღმოაჩინოს საკუთარი ხასიათის მახასიათებლები, საკუთარი ინტერესები. ეს ქაოსიდან შექმნას წესრიგი, კოსმოსი, წესრიგი შექმნას. მეორე დავალება, რაც მისცა აფროდიტემ ფსიქიას, ეს იყო, ესე იგი, ფსიქია უნდა ჩასულიყო ქვესკნელში, ჰადეშის სამყაროში და იქიდან უნდა აევსო, ესე იგი, კოლბა წყლით, რომელშიც ფსიქიას დაეხმარება არწივი. და რისი მეტაფორაა ეს? ესე იგი, ერთი მხრივ, როცა რაღაც ძალიან ახლოს არის, თუნდაც პრობლემა როცა ძალიან ახლოს არის ცხვირთან, ვერ ხედავთ, ამიტომ გვჭირდება დისტანცირება და ფართო სურათის დანახვა. მოზარდი დახმარებით, აუცილებლად, უფროსების დახმარებით, პედაგოგების, მშობლების უნდა მოახერხოს თავისი პრობლემური სიტუაციის შორიდან დანახვა, ფართო სურათის დანახვა და წერტილოვანი დარტყმის მიყენება უნდა შეძლოს. სუსტად ამის მეტაფორა ეს მეორე გამოცდა, რაც აფროდიტემ მისცა ფსიქიას. მესამე ეს იყო, ესე იგი, უნდა ჩასულიყო ფსიქეა პერსეფონასთან, რომელიც ჰადეს ყავდა გატაცებული და ეს პერსეფონა ფლობდა სილამაზის საცხს. და ეს სილამაზის საცხი უნდა მოეპოვებინა ფსიქიას. მართლაც ჩადის და აიღებს ამ სილამაზის საცხს, თუმცა მას ხვდებიან გზად სხვადასხვა არსებები, რომლებიც თხოვენ ამ საცხს. თუმცა ფსიქიამ უნდა ისწავლოს არას თქმა.
არას თქმა არის ეს მნიშვნელოვანი თვისება, რაც უნდა შეიძინოს მოზარდმა თავის გზაზე, თავის პრინციპებს რო არ გადაუხვიოს და გარკვეული ისეთი შეთავაზებები თუ იქნება, აი მაგალითად მე ვახსენე რომ მოზარდობა არის ეს პერიოდი, როცა სიახლეებისკენ არის სიახლეების ძიება მოსწონთ, აი ხშირ შემთხვევაში შეიძლება შესთავაზონ სხვა ნივთიერებები, რომლებიც მისთვის იყოს დამაზიანებელი და მოზარდმა შეძლოს არას თქმა. აი ეს სიმბოლურად დაკავშირებულია მნიშვნელოვანი თვისების ათვისებასთან, რომ ფსიქიამ შეძლოს არას თქმა და თავის გზიდან არ გადახვევა. და მეოთხე ეს არის ესე იგი სიახლესთან რისკთან შეჭიდება, რაც მოზარდს ისედაც უწევს სიახლეებთან შეჭიდება და გარკვეულ სირთულეებთან შეჭიდება და აქ აფროდიტე აძლევს ესეთ დავალებას ფსიქიას, რომ ფსიქიამ უნდა მოახერხოს ოქროს საწმისის მოპოვება, რომელსაც იცავენ ძალიან ბოროტი ვერძები და მას ამაში დაეხმარება მწვანე ლერწამი და მწვანე ლერწამი ეუბნება, რომ შენ არ გჭირდება მათთან შებრძოლება, ვინაიდან დღისით ეს ვერძები იძინებენ და მათი ოქრო ედება მატყლს. მათი მატყლი ედება ეკლებს და შეგიძლია აფხიკო ეს ოქრო და წამოიღო. ეს გულისხმობს, რომ მოზარდმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც უნდა შეიძინოს ადამიანმა მოზარდმა, არის ალტერნატიული გზების პოვნა. უცებ შეჯახება და აფექტურ მდგომარეობაში დაპირისპირება არაფერს არ მოგცემს. გაცნობიერება იმისა თუ როგორ მოვიძიოთ ალტერნატიული გზები. ამაშიც მოზარდს უნდა დაეხმაროს მშობელი, პედაგოგი, ფსიქოთერაპევტი. აი ეს 4 თვისება ერთი მხრივ არას თქმა შეძლოს ადამიანმა, მოზარდმა ადამიანმა, მეორე შეძლოს ქაოსიდან წესრიგის შექმნა, მესამე ალტერნატიული გზების პოვნა შეძლოს და მეოთხე გარკვეულ მოვლენებს შორიდან შეხედოს. იმიტომ რომ როცა ახლოს გვაქვს ხვირთან როცა არის რაღაც პრობლემა, ჩვენ მას ვერ ვხედავთ. დისტანცირება და შორიდან დანახვა. ეს არის 4 თვისება, რაც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე ყველაფერში ეხმარება და ადგენება. ეს არის ჩემი შეხედულება. ძალიან საინტერესო ინფორმაცია კი არა, ძალიან საინტერესო ისტორია მოგვიყევით. მივბაძოთ ფსიქიას და იმედია კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა არიან ჩვენი ასაკის ადამიანები. და ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენი საუბარი თითქმის უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ამიტომ მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის მეგობრებო არ დაგავიწყდეთ გამოგვიწეროთ და გააქტიუროთ ზარის ღილაკი მომავალ შეხვედრამდე.